კანონიერია, არ შეიძლება ამის დატანება. როგორ? ვინ გითხრა? კანონში თქვენ გააქვთ კანონი, ვენს უფლებებს ზღუდავს და იმიტომ გვაინტერესებს ვინ გასცემს ასეთ ბრძანებას თქვენს უფლებებს. აი ვინც გასცემს თქვენ ხო კანონი სამართალ დამცავები ხო სახელმწიფო. ხო სამართალ დამცავები. მე სამართალ არა მე ვიცით ჩვენ ორი კუბი ხო გვაქვს შეგიძლია ისინი უკანონოდ გავა გავარგვიეთ რა იმიტომ რომ ორი ცალი გვაქვს შეგიძლია შეტანილი გვაქვს უკვე და შეაი მოედავზე ორი ცალი კუბი გვაქვს პოლიტიკური ამბავი არ არის როგორ ეხლა მშობელი ეხლა მთელი ხანი პოლიცია სამართალ დამცავი მანქანა დაკოკილში გილად ზიან და მშობლები გაკინულებით ზიან იქ ეხლა ის ატისია და საერთოდ ვაჭი რა ქართველობა ეს რა ის არის რა ვინც მაგას ზევიდან იძახის ის არის თვითონ კანონდამრღვევი ეგ ტიპი რა ვიღაცა არის და მაგას მოეწოება ეხლა ადრეთუჯია მოეწოება რა არ უნდა მოგრაფია არა მე უბრალოდ ისე გეუბნები რა როგორც მოქალაქე შეულებიათ ერთს მოქალაქე ხარ მეც მოქალაქე ვარ და ეუბნები თუ არასწორი კაცია ის ვიღაცა ვინც მაგას აკეთებს რა არასწორი ადამიანია და ეს ქართველი არის მაგი მიიღებს კაცო ჩვენგან თუ ვერ მიიღებს ჯერ ღმერთისგან მიიღებს და მერე ჩვენგანაც მიიღებს ზევიდან რა ნუ ახლა ფაქტია რომ ჩვენ ორი კუფი გვაქვს შეგნით და შემოვიტანეთ არანაირი პრობლემა აღარ ქონია ისევ სახალხო დამცველს თუ დაურეკავთ ეხლა თორე აბა რა გაარკვიო მოდი აბა დაველოდო გაარკვიო რამე კანონის ნორმა რო იყოს დაუშვათ რომელიც ჩვენ ამის უფლებას არ გვაძლევდეს მაშინ კი ბატონო კანონის უნდა ვიცოდეთ რომელი ნორმა გვიცალავს ხო ანუ ისე ორი კუფი გვაქვს და ისე ღმერთის სამობით არის სამი გვინდა რა სამი კუფი ორი კუფი გვაქვს შეტანილი და ღმერთის სამობით ხო არის გასულ მესამესაც შევიტანთ რა მოხდება ორი კუფი შემოვიტანა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა ამაზე საერთოდ ეცედინებია ხო ანუ ესე იგი ცოტა დავიღალეთ ამ ყველაფერს, მაგრამ აი ეს არის საგანი, რომელსაც ჭირდება სპეციალური ნებართვა. აი ეს ახლა რაში გადის ეს რა საგანი? ერთი წამი გაიქცეთ რა ხარ. აი ეს რა არის ეს ისეთი, რომელსაც სპეციალური ნებართვა ჭირდება. აი რით განსხვავდება ჩანთისგან, მაგალითად ეს ხო შეიძლება ეს იყოს დიდი ჩანთა. აი რატო ჭირდება ამას? აი ნახეთ, აი ამას რატო ჭირდება სპეციალური ნებართვა? კონტრაბანდა რა არის? კანონით აკრძალული ნივთია, კონსტრუქცია არის. შობელს უნდა დაჯდა. ცივი არაღია. რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთია. რა არის ეს ნივთი, რასაც სპეციალური ნებართვა ჭირდება? აი პოლიციელებს უნდა ვკითხოთ ეს ამბავი რა. იმიტომ რომ ჩვენც ახლა დავიღალეთ ახლა ცალკე აქციას ვატარებთ და ცალკე კიდე ამაზე უნდა ვიზრუნოთ რომ ეს კუფი შევიტანოთ შიგნით რა. ხო და უბრალოდ თქვენ გაყენებენ უხერხულ მდგომარეობაში რომ ამ კუფს ვაჩერებ და ამ კუფის გულისთვის ამდენი ხალხი ვიკრიბებით აქ პოლიცია ცალკე დგას ჩვენ ამდენი ხალხი აქეთ დგას და ძალიან უხერხული მდგომარეობაა თქვენთვისაც და ჩვენთვისაც საერთოდ ძალიან არ გვინდა არც ერთი პოლიციელს არ გვინდა რომ ვაწყენილოთ იმიტომ რომ თქვენ ასრულებთ თქვენს მოვალეობას და ძალიან
დიდი მადლობელი ვართ, რომ გვიცავთ 24 საათი. ყველა პოლიციას პატივს ვცემ. აი, ყველა პოლიციას და თქვენში ვხედავ ადამიანებს. პირველ რიგში თქვენ ხართ ადამიანები და მე არ მინდა რომ თქვენ როგორც ადამიანები ასეთ უხერხემლო მდგომარეობაში ჩადგეთ, რომ აი ამ ნივთის გულისთვის რაღაცა ესე იგი რამე კანონსაწინააღმდეგო ხო არ არის არა? ნაჭერი მე არაფერი არ არის. აი ნაჭერი. მე დამეუკლე ცდილობი 20 წლის განმავლობაში. ანუ ერთმა ხოლმე გამოიხედა მოკო ამბავი. სოლიდარობა და ნორმალურია, ხო? აი მე მგონი ამაზე პრობლემა არ უნდა იყოს. ფექციმე ხარი ვარ, ხელი ღამის სერვიჯერს. ეხა ფიზიკურ ცხედზე ვეღარ დავწევი და უბრალოდ ერთია საუბარო შევიტანო და გავუშვი. ხო შობიაზე. რა ვიცი ახლა 20 წუთი მეტი არ გავარ, შეგაცვლიო. ეხა პრობლემა დაინახა და პოლიცია გამოიძახა სოლიდარობა გამოიძახა. ანუ არ უნდა რომ პოლიციის არ ვარ. ერთად მომიხადოს რომ პოლიციას აიმე ხდება მომიხადოს. არ არის, ანუ ვინ არის უბრალოდ იმ შენობაში ვინც ამ ხალხს ესე დღეში აღდეს პოლიციელებს, ან ესე გვიპირისპირდება, ანუ ამათაც ვიცი რომ გული შეხვდა ჩვენ მდგომარეობაში, რადგან ცოტა მთელი ღამე პოლიციელები გადიოდნენ ერთმანეთს ეუბნებოდნენ, რა ცოდვები არიან, ან ვინ არის გიზის და ან ვინ არის სანდავალი. იქნება დავიხარეს პოლიციას ერთად ამის გახდა არის ზავა. Vai, vamos ver o carro da rua. ისთან არის მეგობრებო, ხა მაქსიმუმად გააზიარეთ. უფლები არ შეატანიეს და თქვენთანაც მოვისმინეთ, რომ ერთად ქალბატონი საუბრობს და ორსულად ვიყარო და ფიზიკურად აღარ შემელია, იმიტომ სველია ის უფლია და მე უბრალოდ უფლი არის, რომელიც რავი კანონსაწინააღმდეგო არაფერი არ არის და ამის შეტანასთან დაკავშირებით პრობლემას ქმნიან. და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენი მხარდაჭერა უნდა ოფისო და გვერდჩვენებათ ესეთ ადამიანებს მithumetes. რავი თქვენ შვილებსაც იგივე სჭირდება, იგივე სამწუხარო დაავადება ხომ მთებში ანზაზავდა, ამიტომაც ჩემი სული მხარდაჭერა დუშენს კულტოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებს და მათ მშობლებს, იმიტომ რომ წამალი აუცილებელი არის ამისთვის. პოლიციის ძიძებს რაღაცაა დაპირისპირებული საუბარი. არ გვინდა ესე არ გვინდა, ანუ ვინც მანციხა და ესე პროვოკაცია გინდა ჩააგდეს პოლიციასთან და მშობლებს შორის ძალიან ცოტა გულს მოეგეთ და რაღაცა შეგვიძლია ხო ჩვენი გაჭირვება ხუცებს მედიკამენტს ვთქვით არაფერს ისეც არ ვთქვით ჩვენ ვთქვით შვილების გადარჩენას და ჩვენ მგონი ახლა ეს კურსი აქ პრობლემა არ უნდა თეო რა ხარ Tamşili bakarak yok burada. İlk patron. Ama ne yapıyor? O normal. Ay dentro da hançeli fazla bakıyor. Burada bir numara var. Ocha etisan. Qodishi სახალხო დამცველდება ხო? მოგლეთ მე ვარ კახა წიქარიშვილი და გირეკავთ სახელმწიფო კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე ვარ. ჩვენ ვართ დიუშენით, სპიკერზეა ჩართული. კი, ჩვენ ვართ დიუშენი დაავადებული ბავშვების მშობლები. ჩვენ აქ გვაქვს უწყვეტი 24 საათიანი აქცია და გვინდა პუფის შემოტანა. პოლიციამ გაგვაჩერა, არ გვაძლევს პუფის შემოტანის უფლებას საზოგადოებრივ სკვერში.
თქვენი მხრიდან გუშინ წინ თუ 3 დღის წინ იყვნენ წარმომადგენლები შეშმო პირთა საბჭოს წარმომადგენლები, რომლებმაც 2 პუფი შემოგვატანიეს. ჩვენ გვაქვს 2 პუფი, რომელიც არის ამ სკვერში შეტანილი და ეხლა გვჭირდება ესენი დასველდა და ჩვენ გვინდა ჩვეულებრივ შრალი პუფი შევიტანოთ და პოლიციამ გაგვაჩერა და ვერ იღებენ გადაწყვეტილებას ამ პუფთან. ნუ ჯერჯერობით არ გვაქვს შეტანის უფლება და ელოდებიან მითითებებს მოგცემენ თუ არა ამის უფლებას. თუმცა თქვენი წარმომადგენელი თუ მოვა ვინმე და ამ საკითხს გაარკვევს, ან თქვენი მხრიდან თუ იქნება აქ წარმომადგენელი, მე ვფიქრობ ეს საკითხს დაეხმარება, იმიტომ რომ წინა ჯერზე თქვენი მხრიდან იყო წარმოდგენილი საბჭოს შეშმო პირთა საბჭოს წარმომადგენლები იყვნენ და მათ შემოგვატანიეს ეს პუფები და ახლაც იგივენაირი სიტუაციაა. ჩვენ არ გვინდოდა ეხა სახალხო დამცველის შეწუხება ასე ტრივიალურ თემაზე, მაგრამ ფაქტია რომ პუფის შეტანის უფლებას არ გვეძლევენ. აი ამ წუთში ჩვენ ვდგავართ სახელმწიფო კანცელარიის კიბეებთან. ეს არის ღია ტერიტორია, ეს არის ჩვეულებრივი სახალხო ხალხის მოძრაობის ადგილი და სკვერში გვინდა შევიტანოთ პუფი, რომელიც არ არის არანაირი კანონსაწინააღმდეგო ნივთი ეს არ არის, უბრალოდ გააჩერეს იმის გამო რომ არის პუფი, მეტი არაფერი. ან ყოველ შემთხვევაში განმარტება იქნება გააკეთოს თქვენი მხრიდან ვინმე თუ შეიძლება ამ პუფის გაჩერება და თუ პოლიცია არ ღვევს კანონს, იქნებ თქვენი მხრიდან რამე განმარტება გააკეთოთ, რომ ეს უფლება იქნეს დაცული. ერთ პუფსებია საუბარი ისეც უხარი და ფეხზე მეთალის სველფის ფიზიკურად ვერ დავჭდები. კარგი, მაშინ გელოდებით. კარგი, მადლობა. ეს ხუთი პუფი ყარა ერთ პუფს. მოგლეთ მეგობრებო, ასეთი ის არის რომ პოლიციებმა იქნება პოლიციელებმა გვითხრათ რამდენ ხანში მოხდება პასუხი ხელთან დაკავშირებით. ან არ არის. წამო. ან ვერ შევიდა? ვერ შევიდა. რომელი კანონით რა საფუძველზე? კანონი არა, მან არის 295 წლის პირველი გამახდა გაუძლია. არა, ოდენობას ორი პუფი თუ უკვე აქვს შეტანილი, რატომ არის პრობლემა მესამე შეტანა? საწერია რომ ორი პუფის შეტანა შეიძლება, მესამე შეტანა შეიძლება. რაოდენობა თქვა არ მიხსენებია თქვენს გეუბნებით რომ ამ ეტაპზე უარია რომელი კანონი? ანუ კანონი რა შუაში ეგ. კანონი არ შუა. კანონი გარეშე, მაშინ კანონს არ არის. არა, აგიხსენებ მე თქვენ. წერა ხო იყო? საუბარი, მეგობარს საუბარი. კი. კანონი რა შუაში. არა, მოდი ესე იგი რაღაცა ძალიან კაზუისტიკაში ვიწავთ, მაგრამ აი რაღაცა შედარება ერთი წამი ეს მოთხოვით რა, ეს მოთხოვით. უკაცრავ, მოდი, აი ეს და პუფი ვიქი გასწავლეთ. შეცვალო დროებით და სადმე დავაშროთ ის პუფი და არ არის ის ვისაც აწყობს დაპირისპირება პოლიციასა და პრობლემს მიმართა. აი შეგხვდეთ მართლა წამარს არ გვაძლევთ არ გვაძლევთ გასაგებია უნდა დავწეთ და მოვუდეთ ადა ჩვენი შვილების კარგად ყოფნას ვერ მოვეს მაგრამ ვინ არის ასეთი რუსისო ვინ შეიძლება პოლიცია აი ეს არის ის რომ დროის გაფანა გაუხსნი და ანაცრო მარბერია შეგიძლია უბრალოდ არ უნდა თვითონ ისეთი ზამეთი შეინახე ეს უსულო საგანი მანქანაში. მოდი გავხსნათ. რადგინა რომ ბამბა მესამე ადამიანიც დაჯდეს ხომ? თუ არა და ამ ბიჭემ მარაკნას იქიდან არის მოსული. მეულა ეს პუფი რო გავხსნათ. ეგონება ტრუასხენი იყო. რა ვნახოთ რამე განსაკუთრებით. არა, არ მინდა იხალ შაიცე, ცოტა გაფაცე. არა, ატანა მინდა ჩანაცვლება არა. არა, ეს მესამე გვინდა რომ იყოს რა. წეროს ფაილად არა მე გითხარი მე არ ყვება უბრალოდ მე ამას ავიკავო, შავე ვიტანო.
ხა მითხარით მესამეში დაწერა, ხომ ასე მითხარი. არა, მომისმინეთ ყველი რო არის. უნდა იქაობებო. უკაცრავად გამისთევათ თქვენ ვიგვერდი. პიმა, თანია უბედურება, ხო? აგილა გახსნა გამრთელობის პრობლემაა და თქვენ კარგად ხედავთ წვენია ამით თქვენზე ვერ გაჭდები შენჩაზე უკეთდები რომ ამაში კიდე ხარისგან მართლა კიდე იქეთ მშობელი არ გახდეთ მოსავლელი 10 და 20 წელი იყოს ხალხს უნდა რომ დაიწყეთ ეხლა მეგობრებო რა ტელევიზიები აქ არის და მე მინდა რომ ყველა ადამიანს მინდა მივართო რომ პოლიცია არის ძალიან უხერხული და ცუდ მდგომარეობაში ჩაყენებული ამ ბიჭების მიმართ მე რამე კონკრეტული პირადი წენა მე არ მაქვს მაგრამ ვინც ამ დავალებას იძლევა რომ აქ ორი კუფი შეტანილია და მესამე არ შევიტანოთ ეს დავალება არის უკანონო დავალება ეს არის კანონის დარღვევა და ეს არის დანაშაულებრივი დავალება იმიტომ რომ ჩვენ ვართ შეკრებილი, ეს არის შეკრების თავისუფლება და ჩვენ გვჭირდება პუფის შეტანა შეკრებისთვის. ახლა სწორედ ეგ გვინდა ვინ არის დავალების მიმცემი რომ უნდა უჩივლოთ მაგას და დავალების მიმცემს არ ამბობენ. რატო არ ამბობენ დავალების მიმცემს? ვიცი რომ ესენი არ წვეთენ. საჩივარი შეტანილი გვაქვს პროკურატურაში. დღეს დავამატებ კიდევ ამ შემთხვევას. ხო, მაგრამ დავალების მიმცემი თუ არ ვიცით ვის უნდა უჩივლოთ? ხელოვნურად ხდება დაპირისპირება არავის არ აქვს ჩვენ გვჭირდება თანამდებობის პირი რომელმაც გასცა დავალება რომ არ შეატანინოთ პუფი აი პირადად მაგას უნდა უჩივლოთ რომ პირადად ეგ ჩვენს უფლებებს არღვევს მაგრამ იმის სახელს არ ამბობენ ეგ არის პრობლემა და რა თქმა უნდა ესენი არ წვეტენ 1000 ადგილზე რეკავენ ხედავთ ხო ჩვენ თითოეული მათგანი არის ძალიან უხერხულად ქართველი კაცები არიან ხო ესენი მუნდირიანი ქართველი კაცები ესე იგი გამოუვალ მდგომარეობაში ყავს ჩაყენებული ამ უკანონო ბრძანების რანაირად შეიძლება ხელოვნურად დააპირისპირო ეს რამდენი ღირსეული ადამიანია მართლა ეხლა მე არავინ არ მინდა რომ უნაკედი დავწერო მაგრამ მეგობრებო ეხლა უჭი დამშობლო კაცორი ან სამი პუფი არ შეიძლება სამი არ შეიძლება ორზე მეტი აღარ შეიძლება ასეთი ბრძანება არის ეხლა მეგობრებო ეს პუფი მიმაქვს მოსწავლეების ჯამშიდზე პარლამენტის იქ დავждეთ იქა ხო ის ჯობია ანუ სამი პუფი არ შეიძლება ეს არის პრინციპი ეხლა მივიტან პარლამენტის წინ მოსწავლეების ჯამშიდზე ეს ლაივი ჩამიშო ეს შეიძლება მოკლედ მეგობრებო პუფი რა ატარის მესამე პუფი არ შეიძლებაო და აქედან გამომდინარე პარლამენტის წინ დაიდგება ეხლა ეს პუფი მაქსიმუმ გააზრდა ამ ადამიანს ხარდაჭერა გამოუცხადეთ იმიტომ რომ წამარს ითხოვე რაიმე ფუფუნებას ხო არ ითხოვენ წამარს ითხოვე ასე რომ მაქსიმალურად ყოველი თქვენთან ყურადღებით გყავით ნებისმიერ წამს შეიძლება გამოსვლაც მოგიწიოთ
მოვიდეს დირექტორ. არა. ანუ ეს არის სამი კუფის პრინციპით ხელმძღვანელობ, რომ სამი კუფი არ შეიძლება. აქეთ ახლა მოვშინჯოთ ერთი კუფი თუ შეიძლება იქ. იქაც არის აქცია, რომელიც არის ყოველდღიური და იქ არცეთი კუფი არ აქვს ახლა. ამ ერთ კუფს მივიტან და ვნახოთ, აბა იქ თუ შეიძლება ამის მიდან. მან კაიდა გადმოვიდნენ უკვე ამ წამს. აფიქსირეთ ალბათ. ესე იგი, როგორც ჩვენ ზემოთ გვაქვს აქცია და როგორც აღვიხსნეს, სამი კუფი არ შეიძლება. ორი კუფი შეიძლება. შესაბამისად, ერთი კუფი მოგვაქვს პარლამენტის წინ. აბა გარკვევით. რა ხდება ვერ გავიგე. დავიჭერ კახა ხომ. აჰა. რა სიტუაციაა? არაფერი ეს კუფი არ შეგვეტანია ზემოთ, იმიტომ რომ სამი კუფი არ შეიძლებაო, ორი შეიძლება, სამი არ შეიძლებაო და ერთი მოგვაქვს პარლამენტის წინ. და ეხლა მინდა რომ ანუ სამი დანაშაულია? ესე აღვიხსნეს. ორი თუ შეიტანეს მესამე რა? ანუ მესამე გაშეშდეს მესამე ჩავკალი? ვერ გავიგე რატო თუცურიძე გიჟურის აქციელია, ეხლა არ ვიცი რა. არ ვიცი გადაგვიეს ეს მშობლები ერთვიმაში ამავიჩი გაათენეს მშობლებმა. აი ესენიც კი არ შეგვატანეს და სახალხო დამცველის წარმომადგენელი მოვიდა ორი კუფი შემოიტანა რომ სუდად არ გამხდარიყვნენ მშობლები. რა სეგიჟია, რას თამაშობ, რა სიტუაცია ვერ ავხვდები. და მესამე კუფი ეხლა მიქონდა ადამიანს არ შეატარდეს და მიქონდა არა, მოიცა ერთი წამი, ანუ მე მე რამინდა თქვა იცი რომ სამი კუფის პრინციპი გავიგეთ, ეს უკანონოა, მაგრამ გასაგებია. ერთი წამით რა. სამი კუფი არ შეიძლება, ეს არის უკანონო დავალება, მაგრამ გავიგეთ. სამი არ შეიძლება, ორი შეიძლება, ორი კუფი არის იქ. ეხლა ერთი კუფი მოგვაქვს პარლამენტის წინ, ასევე სადაც არის აქცია ყოველდღე და აი დავდებთ პარლამენტის წინ და აი ამ პრინციპიდან გამოვიდეთ მაშინ, ხო? შევიტან ჩვეულები მითხარით რა. რომელ კანონში წერია, რომელ თავში წერია, წავიკითხო ის ფეთა, სადაც ცოტა გამოიჩენდა შუა კადრები შეცვალა, ცოტა გამოიჩენდა. ყველაზე უნდა გავხსენდეს, მაგრამ მე მორჩილები კანონიც აი. რაც კანონია, ყველაფერს ვემორჩილები. უბრალოდ თქვენ მითხარით, რომელი კანონით არ შემიძლია, რატო არ შემიძლია, ამიხსენით და ამ კურსს გადავაგდით სანაგვეში. თქვენ ამიხსენით, რატო არ შეიძლება ეს კურსი რო შევიტანო პარლამენტის წინ. მე მოყვებით, აი, როცა თქვენ მეთქვით კანონს, მე მოყვებით და იმის მიხედვით მოვიქცევები. იგი დავგენებს იგებს. ხათუ შეგეცა. შენია, ჩემი. აი, რატო მოი? უხი. მოკლედ,
ჩვენ მივიღეთ მაგაზე პასუხი, თავიდან ველოდებოდით რომ თავიდან გქონდა იმის მოლოდინი რომ მესამე პუფი შევიდოდა უპრობლემოდ, ანუ რადგან ორი პუფი შევიტანეთ და დაგვეხმარა სახალხო დამცველის წარმომადგენელი, ჩვენ გქონდა იმის მოლოდინი რომ მესამესაც პრობლემის გარეშე შევიტანდით, მაგრამ აღმოჩნდა რომ მესამე პუფი არ შეიძლება. აი ეს არის მითითება, რომელიც მიიღო პოლიციამ. 2 შეიძლება, 3 არ შეიძლება. ამიტომ მოვკიდე ხელი ამას და მომაქვს პარლამენტის წინ. ეს დავდო პარლამენტის წინ. თუმცა აქაც დავხვდა პოლიცია, მეუბნება რომ აი აქაც არ შეიძლება და ეხლა ვარკვევ რატო არ შეიძლება, ვინ იძლევა ამ მითითებებს, ეხლა ეს უნდა გავარკვევთ რა. რატო, რომელი კანონის თანახმად, რა ნივთია ეს, რას ექვემდებარება ეს ნივთი? რა სტატუსი აქვს ამას? რის განსხვავდება ჭანტისგან? მოკლედ ვერ შეგატოვინოთ. მაგრამ ნახეთ რა არის, ეს ამას დავდგავ არა ზემოთ, არამედ ქვემოთ. შუაში. ვერ შეგეტყვით ბიზნესის გითხარით. ტროტუართან ახლოს რო დავდგა. პოზიციები რადგანაც სახელმწიფო ჭირდება გაუგებარი. აკეთებს საფრთხეებიდან გაუგებარი რა შეიძლება. აი უსისხლოდ რა. არა, ერთი წავით რა. მაინც გამაგებიეთ, კაცო. აი ეს ხო ტროტუარია. ტროტუარზე რო წავიდე, მე კუფი არა შემიძლია. აი ტროტუარი. აი ტროტუარი გავაკეთე რა. მაგარი კაცი. თქვენს გარეშე არ ვაკეთებ არაფერს, აი თქვენ რასაც გეტყვით იმას გავაკეთებ. არა. თქვენ რასაც მეტყვით იმას გავაკეთებ. აი აქ რო დავდო შეიძლება. ერთი წამით სპეციალურად მოაჭერებთ და იმოძრავთ თუ მეტიხარ რა. იხსნით თუ არ შეიძლება ხა 10 ჯერ აგიხსნით. აქ რო დავდო შეიძლება. ერთი წამით იმოც აქ ვერ დაგეთ, ნუ გაიგე. მოძრავთ. რო დავждე ამ ადგილას. ერთი წამით რა. რას ვაშავებ? ეს არის ხალხის გადასაჭიროება საშუალება ნუ შეუშვით ხეს იმოძრავ. ანუ ხალხ შეუშლი ხელს ამ შემთხვევაში. და აქ რო ხალხი არ მოძრაობს ამ ადგილას. ასე რომ არ შეიძლება და გითხარ. აი, გასაგები არ შეიძლება, არ შეიძლება. ოკეი, წავიდე. აგიხსენით განგიმარტეთ ყველაფერი. აქ შეიძლება რა დავდო. მოგეთ მეგობრებო, ჯერჯერობით რამე კაფეო მითითება არ ამას პოლიციისგან. მოიცა მოდი მაინც ვიტყვით რა არის. მოდის გეთ, აი აქ რო იყოს ეს პუბლიკუ შეიძლება. ნიმოს შეიძლება გამოიწია ვინმე. რა საშავეთ აი მაგილას რო იყოს. ანუ კონკრეტულად რა კანონი ირღვევა რომ აი მაგილას პუბლიკუ რო იყოს. ხო შეიძლება დავტოვო ჩემი ნიმის. არა, არაფერი, პოლიციელებს არანაირი, პოლიციელებს. უბრალოდ, მეგობრებო, ბოდიშით რა, მე ამ პუბს დავტოვებ. თქვენ მითხარით, რომელი კანონი ირღვევა ამ პუბის ყოფნით და ჩემი ტელეფონი გააქვთ, ანუ თუნდაც ჩაგაწერიეთ, დამირეკეთ და წავიღებ ისევ ამ. იმიტომ რომ კანონის მიხედვით მოიქცევი რა. იყოს დროებით ამ ადგილას. არა უშავს. ზომეთ სახში წავიღო ჩემ შვიდ რომ მე ვერ დადის და ეტას არის მიჯაჭვი. წავიღებ და აქ არ დადოა გამე მილაცები არ მოხდეს იმას აქ თურმე საშიშია თქვენ ხო ხვდებით რა აბსურდში გვაცხოვრებენ? არანაირად აბსურდში არა ვარ. თქვენ რო უხერხულ მდგომარეობაში ხართ, არა კანონიერი ბრძანების შესრულებით პატენა? საერთოდ არ უშვებს არა, კანონი რო ირღვევა, როცა კანონში წერია კონსტრუქცია არის პუფი, უკაცრავად და უხერხულობას ვერ ვგზნობთ, ხო მოქალაქეები და მით უფრო მუნდირიანები, როცა უკანონო ბრძანების შესრულება გვიწევს, ვერ ვგზნობთ უხერხულობას. მე არავისთან კონკრეტულად არავინ პრეტენზია არ მაქვს, მე
ემსახურებით, კანონის სამართალს უნდა ემსახურებოდეს. აქ ეს არის მთავარი. მშობლები რა დღეში არიან? სველ ფიცრებზე არის იქ და შტველ ფიცრებზე ათენენ ღამეს. ის პუფი კიდე ქარისგან იცავს. ხებო ჩემზე უკეთესად იცით. კანცელარია ისეთი ადგილია იქ ბაღში ყველაზე მეტად უყურავს ქარით და სიცივეს. სულ დავკარგეთ ემპათია, ჰუმანურობა. ერთი წამით, კარგი, ერთი წამით. Შანსი იყოს მოგლეთ და მე და არ გვაქვს არანაირი პრობლემა და თქვენთან პირადად პრობლემა არ აქვს. უბრალოდ ურს დავტოვებ შანსზე, თუ რამე კანონი ირღვევა მითხარით და ისევ ავიღებ. შანსი იყოს. მადლობა.